20 წუთი. სწორედ ეს დრო დასჭირდება უკრაინის არმიას, რომ ფრონტის წინა ხაზზე გასული რუსი სამხედრო მოკლას. ამას აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი. რუსეთი კი ამ დროს ემზადება მასობრივი მობილიზაციისთვის. ეხლა წარმოიდგინეთ რუსი მოქალაქე. უსმენს ამ ინფორმაციას, ხედავს, რომ სოფლიოში ყველაზე ინფორმირებული ადამიანი მას პირადად ეუბნება, რომ თუ პუტინი ომში გაგიწევს, შემხოლოდ 20 წუთს იცხოვრებ ფრონტის წინა ხაზზე. გარდა ამისა, ვიცით, რომ ამერიკული სტარლინკი აწვდის უკრაინელებს სასიცოცხლო სტრატეგიულ ინფორმაციას. რუსეთს ბუნებრივი არ აწვდის. ზოგადად ამერიკელები სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებენ უკრაინელებს. ამერიკელები თავის მხრივ პეტრიოტის სისტემებს და ლიცენზიას აწვდიან უკრაინელებს, ხოლო უკრაინელები ამერიკელებს აწვდიან დრონებს და დრონებზე ერთობლივი, ასე ვთქვათ, წარმოება იქნება დაწყებული, რომელშიც 200 უკრაინული კომპანია იქნება ჩართული და რომლის პირველადი ღირებულება 50 მილიარდი ამერიკული დოლარია. ასე რომ გონი ყველაფერი ცხადია. სლავა უკრაინე!